რას ნიშნავს დიაგნოსტიკა შენს ენერგიაზე და რისთვის არის ეს საჭირო, როდესაც მიდიხარ ეზოთერიკოსთან. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ მარიამ ფაილაძე, ეზოთერიკოსი და დღეს გესაუბრებით ენერგეტიკულ დიაგნოსტირებაზე, რომელზეც თქვენ ეწერებით, როდესაც გსურთ ჩაიტაროთ კონსულტაცია იმის შესახებ, გაქვთ თუ არა რაიმე ტიპის პრობლემა, გაინტერესებთ რომელიმე საკითხი ღრმად გამოსაკვლევად. დიაგნოსტიკა ნიშნავს კონკრეტული სიტუაციის შემოწმებას და ძირფესვიან გამოკვლევას, რომელიც ეხმარება ეზოთერიკოსს გამოიკლიოს თქვენი პრობლემა და მასთან მუშაობის მეთოდები, ანუ როგორ დაგეხმაროთ ამ პრობლემის გადაჭრაში. დიაგნოსტირება ყოველთვის არის საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს სწორი ინფორმირება ადამიანის მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით, მიზეზთან დაკავშირებით, რატო განვითარდა ესა თუ ის მოვლენა, რაშია რეალურად საქმე და როგორ შეიძლება ამასთან მუშაობა. თქვენ ეწერებით დიაგნოსტიკაზე, ენერგეტიკულ დიაგნოსტირებაზე, როდესაც გაინტერესებთ, გაქვთ თუ არა რაიმე ტიპის მაგიური ზემოქმედება, ეგრეთ წოდებული ჯადო და საჭიროებს, ასე რომ ვთქვათ, შემოწმებას ეს ყოველივე. არის თუ არა განხორციელებული ეს ზემოქმედება, ან ის პრობლემა, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, თუ ზემოქმედების შედეგი არ არის, მაშინ საიდან მომდინარეობს. გამოწმებთ ამ საკითხთან, ამ პრობლემასთან მუშაობის მეთოდებს, თუ რა მექანიზმებით შეიძლება ეს გადაიჭრას სწორი ფორმით, ისე რომ მოხდეს მაქსიმალურად ეკოლოგიური